იანვრიდან პენსიონერები 35 ლარით მეტ პენსიას მიიღებენ. შედეგად 70 წლამდე პირთა ასაკობრივი პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წელს ზემოთ პირთათვის 450 ლარი გახდა. საპენსიო ანაზღაურება მაღალმთიანებში მცხოვრებთათვის ასაკის შესაბამისად 400 და 550 ლარი იქნება. სპექტრმა ის მოქალაქეები ჩაწერა, რომელთა უმრავლესობაც საპენსიო ასაკისაა. გვეუბნებიან, რომ მატება მინიმალურია და ის საჭირო პირველადი მოხმარების პროდუქტების შესაძენადაც არ ყოფნით. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ფასები გაზრდილია სურსათზე, მედიკამენტებზე, მგზავრობაზე, კომუნალურ გადასახადებზე. ამბობენ, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობაა, მაშინ როცა უმაღლესი კანონმდებლების სახელმწიფო ანაზღაურება პენსიის ოდენობას დაახლოებით 30-ჯერ აღემატება. საკმარისი არ არის ნამდვილად, მაგ 350 კი არა 3500 რო იყოს ის არ გვეყოფა. არ არის საკმარისი, მაგრამ როგორც ასეთი, იქ რო ამდენი ხელფასებია, მაშინ ჩვენც მოგვიმატონ თუ არა და თვითონაც დაჯერდონ ცოტას. პენსიის ოდენობა საკმარისი არ არის, მაგრამ თავზებით არ არის, რა ვქნათ, მეტი საშუალება არ აქვს, ალბათ ამ ჩვენ თავრობას, იმიტომ რომ თვითონ ჯიბეების სიახდა. ჩვენ კი ასე ვართ მათხოვრულ პენსიაზე, რასაც ქვია. უსაბამობაა, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია. ეხლა საკმარისი რო იყოს, აქანა ხომ არ მიქნები, არ მოყოფილით რა ვქნა. რო იყოს საკმარისი ხوار დავდები, ქუჩაში ვიყოფინები პენსიას, მაგრამ არ მყოფ რა. ხო და 350 ლარა წამალში არ ყოფნის ეს იმის. ხო. ეს არ მეტი არის გაჭირვება, მეტი არაფერი. და ცხოვრება არ არის. გაჭირვებულად ცხოვრობს ხალხი, უჭირს ხალხს. ბაზარში ვერ შეხვიდოდი, გვერდზე რო ულდი ერთმანეთს და შედიახ რა მდგომარეობა არის თუ არ ხალხი, იმიტომ არ არის. ეკონომიურად უჭირთ ხალხს. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც თანამდებობის პირთა ხელფასები კიდევ უფრო გაიზარდა. ცვლილების მიხედვით რიგითი დეპუტატის ხელფასი დაახლოებით 12000 ლარს აღწევს. საჯარო მოხელეთა ანაზღაურება გაიზარდა 10%-ით. 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ეს თარიღი მე-13-ად აღინიშნება. იმ 14 იანვრის შემდეგ კი, როცა საქართველოს პარლამენტმა 5-ჯვრიანი დროშა მთავარ სახელმწიფო სიმბოლოდ დაადგინა, 20 წელი გავიდა. 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად გამოცხადდა. ჩემს ზესტაფონლებს, საქართველოს ყველას ერთად პატარებს, დიდებს, გულოცავ დღევანდელ დღეს ძველით ახალ წელს. დავესწროთ მრავლას და დაგვბედებოდეს სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ყველაფერი კარგი, რაც არსებობს ამ ქვეყანად. და კიდევ ვისარგებლებ შემთხვევით და დღეს არის თეატრის დღე და ჩემს თეატრალებს, ჩემს მეგობრებს, კოლეგებს და ყველას საზოგადოებას ვულოცავ თეატრის დღეს და დროშის დღეც არის და იმდენი კარგი თარიღებია დღეს, რომ ყველა ერთად დავესწროთ კარგად და ჯანმრთელად. ეხლა დღევანდელ დღეს რაც შეეხება, პატარები ნახავენ ზღაპარს, თოვლის ბაბუს ზღაპარი. რაღაცა უცხოა თითქოს, იმიტომ რომ ჩვენ შევხვდებით ყველა გმირს სპექტაკლებიდან, მელაკუდას, მგელს, სამგოჯს, მაგრამ ამ ზღაპარში ყველა კეთილია, მელაც, მგელიც, დათუნია, დრუნჩაც და ერთად ვიმღერებთ და ვიცეკვებთ. აი რაღაცა შოუსავით გავა, აი შოუა თითქოს ეს სპექტაკლი და მაინტერესებს მე ბავშვების აზრი. ისევ და ისევ გილოცავთ, ჩემო ზესტაფონლებო, ქალაქელებო, სრულიად საქართველო დღევანდელ დღეს. როგორც ყოველთვის ახლა თოვლის ბაბუა სიკეთეს, სიყვარულს, სიხარულს, ბედნიერებას, დღეგრძელობას და რა თქმა უნდა მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს პატარებს. ულოცავს ახალ წელს, ძველსაც, ახალსაც, შობასაც. და რა ვიცი, ჩვენი ქვეყნის პატარებს მშვიდობიანი ქვეყანა ქონოდეთ, ეს არის დღეს სანატრელი და ყველაზე
მეტად აქტუალური და მეც მინდა შეუერთდე და მილოცვას და მიულოცო ჩვენს პატარებს ახალი წელი. ბედნიერება, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ზესტაფონის პატარებსაც და მთლიანად საქართველოს და მსოფლიოს პატარებს ულოცავ ახალ წელს. ყველა პატარს მიულოცავ შობა ახალ წელს და ახალ წელს მათი დღესასწაულია ეს. ყველას ძალიან უხარია მათ შორის მეც და შემიძლია ვთქვა რომ იქნებიან ჩვენ შოუში, იქნებიან ის ზღაპრის გმირები, რომლებიც ბავშვებს ძალიან უყვართ და პატარაობიდანვე მათზე სხვადასხვა მულტფილმებს უყურებენ, თუნდაც სამი გოჭი, ფიფია და 7 ჯუჯა რაღაცა ესე და ვფიქრობ რომ ყველას ძალიან მოეწონება ეს ჩვენი დადგმული შოუ და მათთვის გაკეთებული მთელი გულით გაკეთებული ეს ყველაფერი. შემიძლია ვთქვა რომ დიდად გამოცდილი მე არ ვარ ნათამაშები მაქვს სპექტაკლში, მაგრამ ცოტა დაძაბული ვარ, ცოტა რაღაცა თავისებური შიში მაქვს, მაგრამ ვფიქრობ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ყველას ძალიან მოეწონება ეს ჩვენი დადგმული შოუ. მე სპექტაკლში მაქვს ფიფქის როლი, ვარ თოვლის ბაბუსთან ერთად, რომელიც წარუძღვება ამ სპექტაკლს, ესე ვთქვათ, და ჩვეულებრივი მსახიობი, როგორც მსახიობი იქნები, მაგრამ დანარჩენები იქნებიან ყველა თოჯინებით ვითამაშებთ. ეს სპექტაკლები რო არის ძალიან მოწონს და სულაც ვარ ხოლმე აქ სპექტაკლებზე. ინტერესით მოვედი. ყველა სულაც ახალ წელს. ქართული თეატრის დღეა. დღეს სპექტაკლი არის პატარებისათვის, ჩვენი თოჯინების თეატრის და მოვედით რომ მიულოცოთ თეატრალებს. ზესტაფონი მოგეხსენებათ თეატრალური ქალაქია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ფუნქციონირებდეს და თეატრი თავის ფუნქციას ასრულებდეს, როცა მაყურებელი ჟრიამულით მიდის, ნახულობს და მართალ სიტყვას ეცნობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ რომ ზესტაფონში არის შექმნილი ის გარემო, როდესაც თოჯინების თეატრსაც და ზოგადად სახელმწიფო თეატრსაც აქვს საშუალება თავისი მართალი სიტყვა თქვა სცენიდან. ულოცავ ჩვენ თეატრალებს, ჩვენ მსახიობებს, მთლიანად თეატრის კოლექტივს და დარწმუნებული ვარ რომ ზესტაფონის თეატრი ყოველთვის სიტყვის თავის სიტყვას ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში. სახლის პროექტი, რომელმაც ძალიან დიდი ინტენსივობა შეიძინა უკანასკნელ წლებში, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. 2014 წლიდან იწყება ამ პროექტის განხორციელება სამინისტროსა და სააგენტოს მიერ და აი წელს უკვე თითქმის 1400-მდე დევნილ ოჯახს ჩვენ გადავეცით სახლი თავისი საკარმიდამო ნაკვეთით და ოჯახები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსახლდნენ და ვფიქრობ რომ ეს პროექტი იმდენად წარმატებულია რომ მომავალ წელს უფრო დიდი ტემპით იქნება შესაძლებელი ამ მიმართულებით მოძრაობა. მომავალ წელს ჩვენ გვინდა გავზადოთ ბიუჯეტი, თითქმის 60-65 მილიონს მიუახლოვდება სოფლად სახლის პროექტში ბიუჯეტი. ჩვენ დევნილ მოსახლეობას და სრულიად საქართველოს მიულოცო. ახალი წელი ყველას უსურვო, რა თქმა უნდა, მშვიდობა პირველ რიგში და დევნილ საზოგადოებას აჩვენებს სწრაფად დაბრუნება, ღირსეულად დაბრუნება აფხაზეთში და სამაჩაბლოში. დავასრულეთ სოფლად სახლის კომისიის მორიგის ხდომა. 600-მდე ბენეფიციარს, 600-მდე დევნილს მიეცა დადებითი პასუხი და მათ შეეძლებათ 6 თვის განმავლობაში შეიძინონ სახლი ნებისმიერ ადგილას მათთვის სასურველ ლოკაციაზე შესაბამისი მიწის ნაკვეთით, რომელიც შემდგომ უკვე დაეხმარებათ სხვადასხვა მეურნეობის წარმოებაში.